საქართველოში ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაპატიმრებასა და ქართული ოცნების ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ადამიანების შევიწროებასთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტმა ტელეკომპანია ფორმულას უთხრა. საღდების განცხადებით ახალ კანონებში შეტანილ ცვლილებებს ივანიშვილის მთავრობა მისი კრიტიკოსების წინააღმდეგ იყენებს, რითაც გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს. ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოში ანტიდემოკრატიული ქმედებების გაგრძელებითა და გაზრდით, მათ შორის პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლების დაკავებით და სამოქალაქო საზოგადოების, მათ შორის მთავრობის ქმედებების კრიტიკულად განწყობილი პირების მიზანმიმართული შევიწროებით. ჩვენ სერიოზულად გვაშფოთებს, რომ საქართველო ახლახან მიღებულ კანონმდებლობას, მათ შორის გრანტების შესახებ კანონში შესწორებებს შერჩევით იყენებს საქართველოს მთავრობის ფაქტობრივი ან სავარაუდო კრიტიკოსების წინააღმდეგ, რითაც ზედმეტად ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოების ფუნქციონირებას. როგორც ვიცე-პრეზიდენტმა ვენსმა მიუნხენში განაცხადა, დემოკრატიულ მანდატს ვერ მოიპოვებ ოპონენტების ცენზურით ან მათი ციხეში ჩასმით და ვერც მოიგებ შენი ძირითადი ელექტორატის უგულებელყოფით ისეთ საკითხებში, როგორიცაა თუ ვინ უნდა იყოს ჩვენი საერთო საზოგადოების ნაწილი. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას ეხმაურებიან ოპოზიციაში. მათი თქმით, მიუხედავად მსოფლიოში არსებული რთული გეოპოლიტიკური მდგომარეობისა, ამერიკის შეერთებული შტატები ყურადღებით აკვირდება პროცესებს, რომელსაც ქართული ოცნება ყოველდღიურად ახორციელებს. ამერიკელები და ჩვენი ევროპელი პარტნიორები ყურადღებით აკვირდებიან იმ პროცესებს, რასაც დღეს ქართული ოცნება და ის, ასე ვთქვათ, ძალმომრეობის პოლიტიკა, რომელსაც ყოველდღიურად ახორციელებს ჩვენს მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ესეთი მდგომარეობაა გეოპოლიტიკური მსოფლიოში, ამერიკის შეერთებული შტატები არის პარტნიორი თავისუფლებისთვის მებრძოლი ხალხის. ქართული ოცნება იძულებით მიგვათრევს რუსეთისკენ, რომელმაც ყველა ეტაპზე მიატოვა საკუთარი პარტნიორები და უღალატა იმ პრინციპებს, რასაც თანამშრომლობა ქვია. ხოლო ჩვენი ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები მზად არიან ხარდაჭერა გამოუცხადონ ქართულ ხალხს და იმ წინააღმდეგობის მოძრაობას, რომლის საფუძველი და ავანგარდი არის ის პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც დღეს უსამართლო-სასამართლოს პირობებში იხდიან სასჯელს, ვინაიდან მათ არ ითანამშრომლებს რეჟიმთან. სახელმწიფო დეპარტამენტის ეს განცხადება კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ რა თქმა უნდა ჩვენი დასავლელი პარტნიორების, მათ შორის ჩვენი მთავარი ბუნებრივი მოკავშირის ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია არის თანხვედრაში იმ რეალობასთან, რომელიც არის საქართველოში. ივანიშვილი ამყარებს დიქტატურას, იზირებს კანონებს, რითაც ზღუდავს აბსოლუტურად ყველა კრიტიკულად განწყობილ ადამიანს, არა მხოლოდ პოლიტიკოსებს და მათ შორის, რა თქმა უნდა, ის აგრძელებს ქვეყნის დასავლურ იზოლაციას და ამისთვის პირველ რიგში მას სჭირდება პოლიტიკური ლიდერების დაპატიმრება და პოლიტიკური პარტიების განადგურება, რათა დიქტატურის, ასე ვთქვათ, დამყარება მიიყვანოს ბოლომდე. პოზიცია ამერიკის შეერთებული შტატების მთელი დასავლური სამყაროსი იქნება, რა თქმა უნდა, შესაბამისობაში ამ ყველაფერთან და საქართველოს დასავლური იზოლაცია მიიღებს უფრო და უფრო საშიშ ფორმებს ივანიშვილის რეჟიმის ქმედებებთან ერთად. ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, პოლიტიკური, ინსტიტუციური, ეკონომიკური განვითარებისთვის ეს ყველაფერი არის ეგზისტენციალური საფრთხის შემცველი, ამიტომაც აუცილებელია ამ სისტემის დემონტაჟი. ის რომ სახეზე გვაქვს ტიპიური, ასე ვთქვათ, ავტორიტარიზმი, ეს არის შემდგარი ფაქტი. და ნამდვილად არ არის გასაკვირი, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ყველაზე მკაცრ განცხადებებს აკეთებენ და დარწმუნებული ვარ, მომავალშიც, უახლოეს მომავალში გააკეთებენ ამასთან დაკავშირებით, რომ როგორმე გახდეს შესაძლებელი ამ მოძალადე რეჟიმის შეჩერება. რადგან მათთვის უკვე მიუღებელია ყოველგვარი, ასე ვთქვათ, განსხვავებული აზრი, ხედავთ აი ამ ახალ კანონ პროექტებს, რომელიც მიმართულია მხოლოდ და მხოლოდ ოპოზიციურად განწყობილი მოსაზრებების ჩახშობისკენ, პოლიტიკური ოპონენტების დევნისკენ და რა თქმა უნდა, ამას ჩვენი პარტნიორები რეაქციის გარეშე არ დატოვებენ და ისე როგორც არასდროს იქნება უმკაცრესი რეაქცია მათი მხრიდან. ხალხის ძალის დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი ფიქრობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელ ხელისუფლებას ასეთი ტიპის ქმედებებზე პრეტენზია ვერ ექნება, რადგან მისივე შეფასებით მათ თავად აქვთ გაცხადებული პოლიტიკა, რომ ვინც კანონს დაარღვევს, პასუხი უნდა აგოს. 10,000-ობით ადამიანი მუშაობს სახელმწიფო დეპარტამენტში. ვინ სახელმწიფო დეპარტამენტის, აბა ვინ გამოხატა აღშფოთებს. დღევანდელი ხელისუფლება, ვინც არის ამერიკაში, ასეთი ტიპის ქმედებებზე როგორ შეიძლება პრეტენზია გამოხატოს, როცა თავად აქვს გაცხადებული პოლიტიკა, რომ ვინც კანონს დაარღვევს, მან პასუხი უნდა აგოს. შესაბამისად, ეხლა ეს ფორმულას რაღაც იქ მოძებნილი რაღაცა ეს მანიპულაციები არ არის ფაქტი, რომ ვინმე დაიჯეროს. ეს არის მოცემულობა. ადამიანი როცა არღვევს სისხლის სამართლის კოდექსს, ის აუცილებლად უნდა
მოხდეს მართლმსაჯულების ქვეშ და მართლმსაჯულება რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს უკვე მოსამართლესია დამოკიდებული.